Amin გეტყვით თქვენ, რამე თუ მოვალს ჟამი და აწვე არს, ოდეს ყდართა ისმინენ სიტყვანი ძისა ღვთისანი და რომელთა ისმინენ ცხონდეთ. ეხლა არის ჟამი ქრისტე გვეუბნება. მოვალს და უკვია, მოვალს და უკვია. მოვალს თვითონ ჩვენ ცხოვრებაში მოვა, გარდაცვალება მოვა. მოვა უფალი დიდებით, მაგრამ უკვე არის, თან მოვა თან არის. ხო გესმით რატო? იმიტომ რომ ღმერთთან დრო არ არის. ანუ მოვა, მაგრამ უკვე არის. იმიტომ რომ ღმერთთან დრო არ არის, ჩვენ თუ სწორად ცხოვრობთ, ჩვენ ცხონებას ველოდებით არა ხვალე, არა ზეგ, იმიტომ რომ ცხონება არ არის ხვალე და ზეგ. ცხონება არის უკუნითი უკუნისამდე, ანუ მარადიუსობაში. იმიტომ რომ ცხონებაში არ არის ხვალ და ზეგ, ცხონებაში არის მარადიული სიცოცხლე, მარადიული უკუნითი უკუნისამდე, ან და მარადისობას დრო არ აქვს. თუ მარადისობას დრო არ აქვს, ხვალე რა შუაშია, ზეგ რა შუაშია, ჩემი სიბერე რა შუაშია, უფლისიდები დაბრუნება რა შუაშია. მარადისობა ის არის, რომ მას დრო არ აქვს, არ ხვალი არ აქვს, წარსული არ აქვს, არც აწყვ არ აქვს, ის არის მარადისობა, დროის გარეშე მყოფობა. ეს ნიშნავს იმას, რომ მას ახლავე, აქვე უნდა განვიცდიდე. ყოველთვის როცა თქვენ ამბობთ სიტყვებს აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ, ეს სიტყვები მექანიკურად არ წარმოსთქმათ, გაიაზრეთ, რომ ამით თქვენი გონება მარადისობისაკენ იყურება.